ნათია, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და მადლობა რომ პასუხობთ ჩემს შეკითხვებს. ჩვენი საუბარი დავიწყოთ უახლესი ამბით ევროკავშირის საბჭოში გუშინ გამართული შეხვედრით, რა მოუტანა საბოლოო ჯამში ამ შეხვედრამ საქართველოს და იმ მთლიან პროცესს, რასაც ვაკვირდებით ამ ბოლო პერიოდის და განსაკუთრებით ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მოგესალმებით ელენე, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. როგორც მოსალოდნელი იყო და ალბათ ეს არავისთვის არ იყო გასაკვირი, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის მხრიდან იყო გამოხატული წინააღმდეგობა სანქციების დაწესების თაობაზე. სავარაუდოდ ამ კუთხით კონსენსუსის მიღწევა იქნება ძალიან რთული, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს, რომ თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კონტექსტში, როდესაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო ინტერვენცია ომი უკრაინის წინააღმდეგ, მაშინაც კი უნგრეთი განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა. ამ კუთხით მოსალოდნელია, რომ უნგრეთი და ასევე სლოვაკეთიც არ შეუერთდებიან ზოგად, ასე ვთქვათ, მოწოდებებს ევროკავშირის მხრიდან, რომ დაწესდეს გარკვეული ზომები იქნას მიღებული სანქციების კუთხით ამ პროცესებზე საპასუხოდ, თუმცა გუშინ სიახლე რაც იყო, არის ის შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტის წარმომადგენლებზე, მქონე ადამიანებზე, პოლიტიკოსებზე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ, რომ ასე ვთქვათ, დაბრკოლებების გარეშე გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ვთქვათ, ეს უფრო სიმბოლური ზომაა, თუმცა აქ აღსანიშნავია ის, რომ ეს არის ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი თვითონ ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ ქვეყანას წარმოადგენენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ადევთ თუნდაც სიმბოლური სანქციები. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ თქვათ ოფიციალური შეხვედრების კონტექსტშიც არის უკვე გარკვეული, ასე ვთქვათ, ბარიერები დაწესებული, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს არ სურთ, რომ ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ ურთიერთობები საქართველოსთან, რაც რა თქმა უნდა შემდგომში აისახება უკვე კონკრეტული მიმართულებებით, კონკრეტულ სექტორული მიმართულებით ევროკავშირის მიერ დახმარებების გამოყოფის მიმართულებით და ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ამ კუთხითაც იქნა გარკვეული ზომები მიღებული და ევროკავშირი კიდევ გეგმავს, რომ ამ მიმართულებით განაგრძოს მუშაობა. ნათია, აბსოლუტურად გეთანხმებით ამ მსჯელობაში. ერთი დაზუსტება მექნება უბრალოდ მე როგორ ვხედავ ამ პროცესს, რომ ეს რეპუტაციული რისკი ამ შემთხვევაში უფრო მეტად გადატანილი არის ქართულ ოცნებაზე და არა ქვეყანაზე და ჩემი აზრით ზუსტად ეს არის, ესე ვთქვათ, უფრო მარტივი გზით რომ არ მიდის ევროკავშირი ამ ეტაპზე, მაგალითად უბრალო უმრავლესობით არ გვიჩერებს ვიზა ლიბერალიზაციას და ცდილობს რომ ეს იყოს, ესე ვთქვათ, სულ ბოლო, ესე ვთქვათ, ბოლო ზომა, რომელსაც ის გამოიყენებს, ისევ ქართული ოცნების, ესე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, თუმცა უხეში მე მგონი აღარაფერი არ არის, გონზე მოსაყვანად მთელ ამ პროცესში, ვიდრე, ესე ვთქვათ, და ამით, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, პრობლემებს შეუქმნის საქართველოს მოქალაქესაც, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ ცალსახად ტარგეტირებულ, ესე ვთქვათ, ზომებზე მუშაობს, რომლებიც ტარგეტირებულად შეაცვლევინებს ქცევას ქართულ ოცნებას. არ მეთანხმებით ამ ნაწილში? ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით და ამ ეტაპზე ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ კონტურებს იმისა, რომ ევროკავშირი ძალიან ცდილობს, რომ არ დაზიანდეს, ასე ვთქვათ, ის ზოგადი სიკეთეები, რაც არის მიმართული ქართულ ხალხზე, როგორც არის მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხი, რომელიც დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთმა ევროკავშირის ლიდერმა აღნიშნა, რომ ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, მაგიდაზე და ყველაფერი განიხილება, თუმცა მე როგორც ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ ეს თემა ვიზა ლიბერალიზაციის თუნდაც არის ძალიან ისე სენსიტიურად აღქმული და განხილული, ვინაიდან ევროკავშირი იმედი მაქვს იაზრებს იმას, რომ
ამ ასეთი რადიკალური ზომების მიღებით მოხდება გარკვეული სეგმენტის, ქართული საზოგადოების გარკვეული სეგმენტის ანტაგონიზება, მაგალითად, იმ კუთხით, რომ ეს ზუსტად შეუწყობს იმ რუსული ნარატივების გაძლიერებას, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვესმის და ვხედავთ, როგორ მუშაობს იმ კონტექსტში, რომ მოხდეს პროდასავლური ორიენტაციის შესუსტება თვითონ ქართული მოსახლეობის აღქმებში. და განსხვავებით, თქვათ, ბევრი ქვეყნისგან, როგორიც არის თუნდაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა მოლდოვა, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვას მიუხედავად იმისა, რომ ყავს პროდასავლური, ძალიან პროდასავლური მთავრობა, და ძალიან კარგია, რომ ამ მთავრობამ მაია სანდუს ხელმძღვანელობით შეძლო შენარჩუნება თავიანთი ძალაუფლების. თუმცა მოსახლეობაში არც თუ ისე ერთგვაროვანია ეს აღქმები და პრორუსული განწყობები ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვანაირი სურათი იმ კუთხით, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, თუ ვთქვათ, დავუჯერებთ და დავაყნობით გამოკითხვებს 86% არის პროდასავლური განწყობებით და სურს, რომ იხილოს ჩვენი ქვეყანა როგორც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მოახდინოს, ასე ვთქვათ, ამ ორი საკითხის გამიჯვნა, დააყენოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, სადაც დასაყენებელია და არ მოახდინოს ისეთი ზომების მიღება, რაც დააზიანებს იმ საქართველოს მოსახლეობის იმ სეგმენტსაც, მათ შორის და ძალიან დიდ სეგმენტს, როგორც აღვნიშნე, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კურსიდან გადახვევა და საქართველოს კვლავ იყოს დღის წესრიგში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში. კი, ნათია, სულ ბოლო კითხვა, ესე ვთქვათ, ამ სხდომასთან მიმართებით, უნგრეთზე და სლოვაკეთზე გააკეთეთ თქვენ აქცენტი. თავად, ესე ვთქვათ, ოცნების მთავრობა და ირაკლი კობახიძე აკეთებს აქცენტს უნგრეთზე, სლოვაკეთზე, რუმინეთზე, იტალიაზე და ესპანეთზე, რომლებიც, ესე ვთქვათ, წინააღმდეგები არიან აი ამ სანქციების საქართველოზე დაწესების, ანუ ეს ცulis სურათს ხომ მით უმეტეს თუ იტალიას და ესპანეთსაც, ესე ვთქვათ, შევიყვანთ ამ ჯგუფში, ესე ვთქვათ, ქვეყნების. ეს როგორ უნდა აღვიქვათ, იმიტომ რომ უკვე ძალიან ფრთხილები ვართ ყველა ამ ტიპის ინფორმაციასთან დაკავშირებით. ეს უფრო манипуляციური გზავნილია თუ ამ ეტაპზე ეს მოცემულობა, რომელსაც ვთქვათ, თვალი უნდა გავუსწოროთ. მე არ ვიცი რის საფუძველზე საუბრობენ და ამბობენ იმას, რომ თქვათ იტალია, ესპანეთი არიან იმ ქვეყნების რიგებში, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ მიემხრობა. ეს ჯერ კიდევ არის განხილვის საგანი და როგორც ვიცით, საბოლოო გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, თუ საბოლოოდ რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი, ჯერ კიდევ არის განხილვის ქვეშ და არ არის ჩვენთვის ცნობილი. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ალბათ ორი საკითხი. ჩვენ ყველას გვესმის ალბათ, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხი არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი. შესაბამისად, თქვათ, ამ მიმართულებით პოზიციების შეჯერება ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს, იმ კუთხით, რომ თქვათ, ჩვენ უკვე რაც ვიცით არის ის, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი სახეზეა, როგორც ქვეყნები, რომლებიც დიდი ალბათობით განაგრძობენ წინააღმდეგობას ამ მიმართულებით, თუმცა დგას ასევე საკითხი ინდივიდუალური სანქციების დაწესების კუთხით, ვთქვათ, ეს ყველა ქვეყნის პრეროგატივაა, ყველა ქვეყანა ამას ინდივიდუალურად განიხილავს, არამხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზეა საუბარი, ასევე ისეთ მნიშვნელოვან საქართველოს პარტნიორ ქვეყნებზეა საუბარი, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვხედავთ, რომ უკვე არის გარკვეული მნიშვნელოვანი ზომები მიღებული. აქედან გამომდინარე, ალბათ მომავალი თვეების განმავლობაში ჩვენ
ამ ორ პარალელურ პროცესს უნდა მივადევნოთ თვალი, როგორც ვთქვათ, ინდივიდუალური გადაწყვეტილებების კუთხით, ისე ვთქვათ, რაზე შეჯერდება ევროკავშირი. უკვე ისმის მოსაზრებები, რომ გერმანია და საფრანგეთი ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას ანიჭებენ ამ საკითხს და განიხილავენ, ვთქვათ, გარკვეულ ინდივიდუალურ ზომებს და ამ ზომების დროულად დაწესებას შესაბამისად. და უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გვაქვს: ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ვთქვათ, ეს ჩამონათვალები ადამიანების თუ ვინ არიან დასანქცირებული, ესე ვთქვათ, ამ ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, პირადად ჩემთვის აჩვენებს იმას, რომ ესე ვთქვათ, ამ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროკავშირსაც, ესე ვთქვათ, ქსელის დონეზე აქვს წარმოდგენილი, ესე ვთქვათ, აი ამ რუკასავით, როგორ უკავშირდებიან სისტემურად ეს ადამიანები ერთმანეთს და სისტემა, ესე ვთქვათ, როგორ უწევს წინააღმდეგობას საქართველოს 86%-ის ნებას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ მოვლენებს ძალიან მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში არაერთი კონფლიქტი მძვინვარებს და შესაბამისად ძალიან ბევრი მიმართულებით არის ყურადღება გადანაწილებული, ამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ძალიან კარგად აკვირდებიან ევროკავშირის ქვეყნები და ასევე უნდა აღინიშნოს აქ ისიც, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა საქართველო. ეს გარკვეულ პასუხისმგებლობებს ჩვენს გვანიჭებს და ასევე ევროკავშირს, რომელმაც მოგვანიჭა ეს კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, რასაკვირველია ყურადღება იქნება მიმართული კონკრეტულ პირებზე, რომლებიც მათი გადმოსახედიდან ხელს უშლიან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რასაც ქვეყანას მიიყვანს შემდგომ ევროკავშირის წევრობამდე, მოლაპარაკებების გახსნამდე ჯერ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არის მათთვის ხელმისაწვდომი და აქედან გამომდინარე იქნება სწორედ ეს გადაწყვეტილებები მიღებული ცალკეული ქვეყნების მიერ თუ რა ზომებს და კონკრეტულად ვის დაუწესებენ ამ ზომებს. ნათია, ირაკლი ყობახიძის მგზავნილი არის ბოლო პერიოდში, რომ 28 ნოემბრის განცხადებით მან დაასრულა შანტაჟის პოლიტიკა ევროკავშირის მხრიდან. რა შინაარსის მატარებელი არის ზოგადად ეს წინადადება? ანუ რას გვეუბნება ამით ირაკლი ყობახიძე? ეს არის ორმხრივი გზა ევროკავშირში გაწევრიანება. შენ არ შეიძლება ერთის მხრივ ევროკავშირს ადანაშაულებდე შანტაჟში და მეორეს მხრივ ეუბნებოდე, რომ გამიხსენი დღესვე მოლაპარაკებები და ხვალ გავხდები შენი წევრი. ეს არის პროცესი, კომპლექსური რთული პროცესი და თუ შენ ეთანხმები იმ წესებს, რაც არის და ყველასთვის ცნობილია, რა წესებზე არის საუბარი, მაშინ მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვს შანსი, რომ გახდე ამ, ასე ვთქვათ, კლუბის წევრი, თუ ამ წესებს მიყვები, გაითვალისწინებ და აღმოფხვრი იმ, ასე ვთქვათ, ჩვენ შემთხვევაში ეს იყო ეს 9 კრიტერიუმი, რაც დაგვიწევს, სადაც კაფიოთ იყო მოცემული, ვთქვათ, რაზე იყო იქ საუბარი და ჩემი აზრით, ზოგადადაც რომ შევხედოთ, ხომ, არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში ამ ყველაფერს, ეს არის ის საბაზისო კრიტერიუმები, რაც ყველა ნორმალური ქვეყნის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის, ასე ვთქვათ, გარანტია და უსაფრთხოების შეგრძნება, რომ ეს კრიტერიუმები იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული, როგორიც არის, ვთქვათ, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული განვითარება, პროპაგანდასთან ბრძოლა, პოლარიზაცია, რომელიც უკვე რამდენი ხანია ალბათ თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს აწუხებს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი რა შანტაჟზეა საუბარი, ალბათ ამას ვერავინ ვერ ახსნის ვთქვათ, კონკრეტული მაგალითებით, ვინაიდან ევროკავშირი ჩვენ ყოველწლიურად გვეხმარება სწორედ იმ მიმართულებით, რამ მიმართულებითაც საქართველო ძალიან უკან იქნებოდა დღეს, რომ არა ჩვენი პარტნიორები და ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც აქვს, ვთქვათ, ბუნებრივი რესურსები,
რის წყალობითაც შესაძლებელია რომ თქვათ ის დოვლათი შეიქმნას ქვეყანაში დამოუკიდებლად და ჩვენი პარტნიორების დახმარების გარეშე. ეს თანხები ხმარდებოდა ქართულ ჯარს, სოფლის მეურნეობას, განათლების სისტემას და ასე შემდეგ. და ეს არის ისეთი კრიტიკული მიმართულებები, რაც მხოლოდ დაზიანდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იქნება იზოლაციაში. და თან ჩვენ ალბათ ყველა ვიაზრებთ იმას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამე არის, ვთქვათ, გასაკეთებელი იმისთვის, რომ იმ ევროპულ სტანდარტებამდე მივიდეთ, თუნდაც ვთქვათ, განათლების ევროპულ სტანდარტებამდე, ჯანდაცვის ევროპულ სტანდარტებამდე, რაც ადამიანებს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მართლა ღირსეულად ეს სიტყვა ძალიან ბევრ კონტექსტში იქნა დამახინჯებული ბოლო პერიოდში, მაგრამ მართლა ღირსეულად იცხოვრონ. და შესაბამისად ეს წარმოუდგენელია ამ ყველაფრის მიღწევა და გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოექცევა იზოლაციაში და შემდგომ, რა თქმა უნდა, ამ ვაკუუმს გამოიყენებს მხოლოდ რუსეთი, რადგან სწორედ რუსეთის ინტერესია ის, რომ საქართველო არ იყოს განვითარებული ქვეყანა, საქართველოში არ შემოდიოდეს ინვესტიციები, ევროპული ინვესტიციები განსაკუთრებით და ჩვენ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც იქნება დამოკიდებული რუსეთთან ვაჭრობაზე და რუსული ფულის შემოდინებაზე საქართველოში. ევროპული ინვესტიციები, რადგან ახსენეთ, ნათია დღეს ესე ვთქვათ, ჯერ კიდევ, რასაც ინვესტორები ხედავენ როგორც პერსპექტივას საქართველოს, ესე ვთქვათ, ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს არის შუადერეფნის პოტენციალი, ეს გამოჩნდა სხვათა შორის, აი ახალი ინვესტორების ჩამონათვალშიც და ერთადერთი ახალი ინვესტორი, ესე ვთქვათ, ბოლო სტატისტიკის მიხედვით არის თბილისის დრაიპორტი, რომელიც ზუსტად, ესე ვთქვათ, ამ პერსპექტივას მიბმული ინვესტორია ხომ და აქვე მინდა მოვიაზროთ თქვათ ის ყველაზე მასშტაბური პროექტი, როგორც არის ანაკლიის პორტის და ქალაქის, ანაკლიის პორტის პროექტი ამ შემთხვევაში, ხომ? ესე ვთქვათ, რა იცულება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველო მტკიცედ ადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ახლოს არის ამ წევრობასთან და როდესაც საქართველოსთვის ეს პერსპექტივა და ეს ასპირაციები აღარ არსებობს. იმავე ტიპის განვითარებაზე, იმავე ტიპის როლზე ვსაუბრობთ საქართველოს შემთხვევაში, როგორც ეს, ვთქვათ, სულ ცოტა ხნის წინ იყო, სანამ ქართული ოცნება ესე რადიკალურად მოატრიალებდა საქართველოს საგარეო ვექტორს. ჩემი აზრით, საქართველოს მიმზიდველობა სწორედ გამოიხატება იმაში, რომ იმ კომპლექსურ რეგიონში, რომელ რეგიონშიც ჩვენ ვართ, მდებარეობს საქართველო, საქართველო იყო ნათელი წერტილი კუთხით, რომ ეს ქვეყანა ძალიან მყარად ისწრაფოდა ევროკავშირისკენ და ასევე ჰქონდა ამბიცია იმისა, რომ გამხდარიყო კონსოლიდირებული დემოკრატია. რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას, სხვადასხვა ბევრი მიმართულებით დემოკრატიულ განვითარებას და ასევე, რა თქმა უნდა, თავისუფალ არჩევნებს. ამ კუთხით და ბევრ, ასე ვთქვათ, სხვა კომპონენტს აღარ შევყვები ამ დისკუსიაში. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს საქართველოში, არის ძალიან დამაზიანებელი სწორედ ინვესტიციების მოზიდვის კონტექსტში. ანაკლიის პორტი შესაძლებელია საქართველოსთვის იყოს გასაღები შავი ზღვის რეგიონში, მისი მიმზიდველობის გასაზრდელად და ჩვენ აი როდესაც თქვათ განსაკუთრებით დასავლელ პარტნიორებთან არის ხოლმე მსჯელობა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე. ხშირად ისმის კითხვები, როგორ შეიძლება თქვათ საქართველო გახდეს არა მხოლოდ ბენეფიციარი იმ სიკეთეების, რა სიკეთეც მოაქვს, თქვათ სიკეთეებიც მოაქვს ნატოსთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ კონტექსტში, არამედ როგორ შეიძლება კონტრიბუტორი გახდეს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში.
ანაკლის პორტი არის სწორედ ეს შესაძლებლობა, რითიც საქართველოს შესაძლებელია გახდეს არამხოლოდ ბენეფიციარი, არამედ კონტრიბუტორიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით, რომ ჩვენ უფრო გავზარდოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე. და მივებათ დასავლურ ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ანიჭებს და ზოგადად ძალიან დიდი ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ მოხდეს ალტერნატიული გზების გამონახვა იმისთვის, რომ დასავლეთის ბევრ ქვეყანამაც, როგორც იცით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ან სრულიად, ან მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთზე დამოკიდებულება იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც სამწუხაროდ დასავლეთმა საკმაოდ გვიან დაინახა უკვე უკრაინის ომის კონტექსტის ფონზე. და საქართველო ამ კონტექსტში შესაძლებელია იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, თუმცა რა თქმა უნდა, თუ საქართველო არ იქნება სტაბილური ქვეყანა, სადაც იქნება დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა არ იდგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ რასაკვირველია ჩვენ მხოლოდ შეიძლება ვთქვათ აქცენტი გავაკეთოთ ისეთ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც დიდად დაინტერესებული არ არიან, ვთქვათ, იმითი, რომ იქნება თუ არა საქართველო დემოკრატიული ევროპული ქვეყანა. დიდი ბრიტანეთი მახსენთ რამდენჯერმე გასაგები მიზეზების გამო დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი ნატოში ინტეგრაციის. ახლა გასაგებია, რომ მთელი აქცენტი ევროკავშირზე კეთდება, იმიტომ რომ უკრაინასთან არსებული მოვლენების ფონზე, ესე ვთქვათ, გაცილებით უფრო ხელშესახები და ახლო გახდა ის პერსპექტივა, რომ საქართველო მართლა გახდეს ერთ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს პროცესები ძალიან უკიდურესად აჩქარდა. თუმცა იმ საგარეო ვექტორის ცვლილებით, რაც დღის წესრიგში დააყენა ქართულმა ოცნებამ, კარგავს თუ არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე უფრო მეტს და რეალურად ნატოში ინტეგრაციის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობასაც, იმიტომ რომ იმ 9 პირობასაც რომ შევხედოთ, ხომ ეს უმეტესი არის საერთო ნატოსთვისაც და ევროკავშირისთვისაც და ზოგადად, ესე ვთქვათ, ფუნქციური დემოკრატიული ასე ვთქვათ საზოგადოებისთვის, ხო? კი ბატონო, აბსოლუტურად და ეს გეთანხმებით აბსოლუტურად იმაში, რომ ეს პირობები, 9 პირობა, რაც ევროკავშირმა ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, საშინაო დავალება ისე წარმოგვიდგინა, ასევე არის თანხვედრაში ბევრი პირობა, არის თანხვედრაში ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს იმისთვის, რომ ამ გზაზე უფრო ასე ვთქვათ, მყარად იყოს, გაიმყაროს საკუთარი შანსები. ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით სამწუხაროდ ბევრი არაფერია ახალი სათქმელი, იმ კუთხით, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს აბსოლუტურად დღის წესრიგიდან არის ამოღებული, მსჯელობაც კი აღარ არის, ვთქვათ, ევროკავშირში ინტეგრაციისგან განსხვავებით. ბოლო წლების განმავლობაში მსჯელობაც კი აღარ არის ნატოსთან დაახლოებაზე. ნატოში ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ქართული მხარის მხრიდანაც ჩვენ ვხედავთ, რომ თუნდაც ვთქვათ ვიზიტების კონტექსტში, ნატოს სამიტებზე საქართველოს წარმომადგენლობის აქტიურობის კონტექსტშიც ბევრი არაფერი გვაქვს სათქმელი სამწუხაროდ. მაგრამ დიდი ბრიტანეთი ახსენეთ, ჩემთვის მაგალითად ძალიან სამწუხაროა ის, რომ დიდი ბრიტანეთი ქვეყანა, რომელიც მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ასევე პირდაპირ ინვესტიციის კუთხით ბრიტანეთის მთავრობა ძალიან ბევრი მიმართულებით დახმარებია და ეხმარება საქართველოს, ეს იქნება საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა თუ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება, სხვადასხვა სექტორების დახმარება, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო და ასე შემდეგ. ამ ქვეყანა, ასე ვთქვათ, იძულებული გახდა დიდი ბრიტანეთი, რომ ეს პარტნიორობა დროებით, იმედი მაქვს დროებით, მინიმუმამდე დაეყვანა და დასულიყო მხოლოდ, ასე ვთქვათ,
მხოლოდ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების კუთხით პროგრამულ თანამშრომლობაზე, კი ბატონო. ეს თქმა უნდა ბოლო ჯამში დააზიანებს არა მხოლოდ ჩვენს პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანებისა, რაც რა თქმა უნდა ამ ფონზე არის წარმოუდგენელი, არამედ კონკრეტულ პარტნიორობათა თანამშრომლობას, ორმხრივ თანამშრომლობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ არის, ამ კონტექსტშიც დიდი ბრიტანეთი მუდმივად უჭერდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მუდმივად აღნიშნავდა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რაც აირჩია ქართულმა ხალხმა. ნათია, ბოლო ორი შეკითხვა ზუსტად. ერთი მინდა გავაანალიზოთ ეს ბოლოდროინდელი message box-ი, რომელიც უკვე აღარ არის ახალი. დაახლოებით ასე ჟღერს, იქნება ისე, როგორც ტრამპი იტყვის. ანუ რა მოლოდინებზე, ქართულ ოცნებას რა ტიპის მოლოდინები აქვს, ესე ვთქვათ, ტრამპის პოლიტიკასთან მიმართებით და შესაძლებელი არის თუ არა ის, რაზეც მე და თქვენაც ვისაუბრეთ, რომ ესე ვთქვათ, არა მხოლოდ ევროკავშირის სანქციები, არამედ ამერიკის სანქციებიც დგის წესრიგში, უცებ ესე ვთქვათ, ნოემბრის ბოლოდან ესე ვთქვათ, რადიკალურად 180 გრადუსით მოტრიალდეს ქართული ოცნების სასარგებლოდ. 180 გრადუსით მოტრიალებას მე არ ველოდები, რადგან ტრამპის ადმინისტრაციაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებისთვისაც, ასე ვთქვათ, ეს დემოკრატიის უკუსვლა არის ეგრეთ წოდებული წითელი ხაზი. აქედან გამომდინარე, ძნელია ზოგადად ვისაუბროთ, რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ტრამპის ადმინისტრაციიდან. არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში ვამბობ ამას, არამედ თუნდაც ვთქვათ უკრაინასთან მიმართებაში. საქართველოსთან მიმართებაში ვთქვათ, ჩვენ არ გვინახავს ტრამპის ან მისი უშუალო ვთქვათ გარემოცვის განცხადებები. და შესაძლებელია ასევე გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველოს დიდად პრიორიტეტი არ ყოფილა მისთვის, როდესაც მისი პირველი ვადის დროს. თუმცა ახლა აბსოლუტურად შეცვლილია მოცემულობა, თუ ვთქვათ, მისი პირველი ვადის დროს პრიორიტეტები იყო უფრო სხვა მიმართულებით და ჩინეთზე აკეთებდა ძალიან დიდ აქცენტს. ახლა, რა თქმა უნდა, უკრაინის ომმა აბსოლუტურად შეცვალა მთელი კონტექსტი და რეგიონულ კონტექსტში ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მე არ მოველოდები, რომ ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაცია არ მიაქცევს ყურადღებას რა ხდება საქართველოში, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ზომებს და რეაგირებას, ძალიან რთულია გარკვეული. კი, რა თქმა უნდა, ამას არც გეკითხებით, ამ წუთას დაგვჭირდება ალბათ რაღაც კითხაობის ჯამი იმისთვის, რომ მივხვდეთ, ვთქვათ, რა შეიძლება იყოს და ესა თქმა უნდა არ არის ჩემი აქცენტი ამ შემთხვევაში. ბოლო კითხვა, ნათია, და დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მაინტერესებს თქვენი პასუხი კითხვაზე, რა შეცვალა საერთაშორისო არენაზე ირაკლი ყობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, ვინაიდან თავად ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ ამით არაფერი შეიცვლებოდა, რომ გაჩერებასთან პროცესის გაჩერებასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ ევროკავშირის მხრიდან უკვე იყო გაჩერებული ეს პროცესი. თქვენ სულ ხართ საერთაშორისო მედიის სპოტლაიტში, გადევნებთ ძალიან ყურადღებით თვალყურს და აი ამ ნაწილში თუ გისვამენ ხოლმე კითხვებს და რა არის ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები აი სწორედ აი ამ ნაწილში რა შეიცვალა 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ? 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ შეიცვალა ის, რომ თუ ვთქვათ, იყო გარკვეული ოპტიმისტურ ფლანგზე გარკვეული მოლოდინები, რომ შესაძლებელია ვთქვათ მოხდეს გარკვეული გადატვირთვა და არ წარიმართოს სიტუაცია იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც დღეს ხედავთ, რომ წარიმართა.
ეს მოლოდინები აბსოლუტურად გაქრა და შესაბამისად დღეს სამწუხაროდ უკვე საერთაშორისო მედიაც და საერთაშორისო ასე ვთქვათ საზოგადოება ეს იქნება როგორც პოლიტიკური ისე აკადემიური წრეები საუბრობენ უშუალო ვთქვათ რუსულ გავლენებზე საქართველოში და რამდენად შეძლებს საქართველოს რომ გადარჩეს როგორც დემოკრატიული და პროდასავლური ქვეყანა. როდესაც ჩვენ ვიძახით რომ ეს არის ეგზისტენციალური საკითხი, ალბათ ეს უკვე აღარ არის გადაჭარბებული, რადგან ნამდვილად დღეს წყდება თუ რა ტიპის ქვეყანა იქნება საქართველოს, ამის აღქმა არის დასავლეთში და სამწუხაროდ დღეს უკვე საქართველოს ძირითადად უფრო ნეგატიურ ჭრილში არის წარმოჩენილი საერთაშორისო მედიაში ვიდრე პოზიტიურ ჭრილში გამომდინარე იქიდან რომ ეს ფონი რაც შეიქმნა დღეს საქართველოში და რა თქმა უნდა ის კადრები ყველაფერს რასაც ჩვენ ვხედავთ თუნდაც ძალადობის ამსახველი კადრები ეს ყველაფერი შუქდება და ამას ძალიან კარგად ხედავს დასავლეთი ეს მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე და რა თქმა უნდა ეს მოქმედებს როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ვთქვათ ინვესტიციების მოზიდვაზე ვისაუბრეთ და ამას ეშგარეშია რომ ძალიან დააზიანებს ეს პროცესები, ისევე მოქმედებს ვთქვათ თუნდაც ზოგად ტურიზმის სიტუაციაზე, ვინაიდან საქართველოს დღეს მუდმივად არის საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, როგორც ქვეყანა, სადაც არის არასტაბილური, ძალიან მძიმე მდგომარეობა და ეს არ არის ის სურათი, როგორც ჩვენ გვინდა რომ წარმოჩენილი იყოს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ ძალიან ბევრი რესურსი დაიხარჯა იმაში, რომ საქართველოს ყოფილიყო წარმოჩენილი როგორც უსაფრთხო, საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა, მაგრამ დღეს ასე ვთქვათ სამწუხაროდ ჩვენივე ხელით ხდება ამ ყველაფრის ნგრევა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ გაგრძელდება და იქნება საქართველოს კიდევ მალე პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენილი, თუმცა აი ბოლოს რაც მახსოვს, როდესაც საქართველოს იყო პოზიტიურ კონტექსტში საერთაშორისო მედიაში წარმოჩენილი, ეს იყო კანდიდატის სტატუსის მიღების დროს და მას შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ მთელი რიგი უარყოფითი მოვლენები მოხდა, განვითარდა საქართველოში, რამაც ძალიან შეასუსტა, ასე ვთქვათ, საქართველოს იმიჯი, როგორც სტაბილური და მდგრადი ქვეყანა. კი, ნამდვილად რიცხვებიც გვაქვს ამ 20 დღის უწყვეტი, ასე ვთქვათ, პროტესტის ფონზე 500-ზე მეტი დაკავებული, აქედან 300-ზე მეტი წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და არც ერთი დასჯილი პოლიციელი თუ რობოკოპი, მე მგონი ეს სტატისტიკა ყველაფერს ამბობს სამწუხაროდ იმ პროცესზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ძალიან დიდი მადლობა ნათია, რომ იყავით ჩემთან ერთად და მადლობა ამ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ.